ირაკლი ყიფიანი, პოლიტოლოგი, სამოქალაქო აქტივისტი. მოგეხსენებათ, საქართველოს მრავალი წელია სოციალური აფეთქების ან შეგვიძლია ვთქვათ გადატრიალების წინაშე დგას, რაც მე ვფიქრობ სერიოზული გამოწვევა უნდა იყოს ახალი ხელისუფლებისთვის, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ბოლო 9 თვის მანძილზე შეინიშნებოდა პოლიტიკური საბოტაჟის მაღალი საფრთხე, ეს ადამიანები თავს იკავებდნენ ფართომასშტაბიანი აქციების გამართვისგან და მხოლოდ საინფორმაციო ტიპის აქციებს მართავდნენ, რამაც რეალურად არანაირი შედეგი არ მოიტანა. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ხვალიდან საქართველოს მასშტაბით დავიწყოთ აქციები, ნელ-ნელა მოვიკრებთ ძალებს, ასე ვთქვათ, და რაც შეეხება აქციებს, გაიმართება თბილისში, ბათუმში, ოზურგეთში, ქალბატონი თვარისა ისაუბრებს ზუსტად ადგილებზე, დისლოკაციის ადგილებზე. აქცია გაიმართება პირველ საათზე ყველა ქალაქში. რაც შეეხება თბილისში კანცელარიასთან გაიმართება ეს აქცია და უკვე დანარჩენზე ქალბატონი თვარისა მოგახსენებთ, სად როგორ და რანაირად. სოციალურად დაუცველებს, იპოთეკარებისგან დაზარალებულებს, ადამიანებს, რომლებიც გახდნენ თაღლითური სქემების მსხვერპლები და რომლებიც საქმეებიც დღემდე დევს პროკურატურაში და უბრალოდ პოლიტიკური ნება არ არსებობს იმისა, რომ ეს საქმეები იქნეს გამოძიებული. არსებობს ძალიან ბევრი თაღლითური სქემა, რომელიც მიდის ზემოთ ადეიშვილამდე, ადეიშვილი აფარებოდა ამ ადამიანებს ხელს, სიბაშვილებამდე, ღვინიაშვილებამდე და აი ამ ადამიანებს, ვინც ესე დაზარალდა და ვინც დღემდე ესე არის დაზარალებული, მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა ქვეყანაში ხელისუფლება, არაფერი ამ ადამიანებისთვის არ შეცვალა და თუ ვიღაცებს აუხდათ პირადი ოცნებები, ეს არ ნიშნავს იმათ, რომ ადამიანების სოციალური ყოველდღიურობა გაუმჯობესდა. გამარჯობათ, მე ვარ ფარისა ქაჯაია, იპოთეკით დაზარალებული. რაც შეეხება აქციებს, თბილისში იქნება კანცელარიასთან, გორში თეატრთან, ქუთაისში პარლამენტთან, თელავში გამგეობასთან, ფოთში მერიასთან, გურჯაანშიც გამგეობასთან, ძალიან ბევრ ქალაქში და რაიონულ ცენტრებშია. ძირითადად იწყებენ შეკრებას 12 საათიდან პირველ საათამდე, მხოლოდ და მხოლოდ ბათუმში იქნება დაგეგმილი 4 საათზე. მარტო ერთ ჩასწორებას გავაკეთებთ. ძირითადად ხელისუფლება შეიცვალა, იმიტომ რომ ხალხი ითხოვდა სამართლიანობას. თითქმის წელიწადი გავიდა და სამართლიანობა არ შეიცვალა. ამიტომ ყველას ვთხოვთ, ვინც ეძებს სამართალს, ვისაც მიაჩნია, რომ არის დაზარალებული უსამართლობით, ყველას ვთხოვთ შემოგვიერთდნენ. ჩვენ უნდა მივაწოდოთ ხმა, მშვიდობიანად. ეს არის არაპოლიტიკური, არამედ სოციალური ფონიდან გამომდინარე. ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში, მაგრამ ჩვენ დასაუბედუროთ, ჩვენი უბედურება ზუსტად პოლიტიკის ნაწილია. ამიტომ ყველას ვთხოვთ შემოგვიერთდით და მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას. გიორგი მარჯანძე, სოციალურად დაუცველი და მათი წარმომადგენელი. ჩვენი მიზანია ამ აქციით და დღევანდელი შეკრებით შევატყობინოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხმა ვერ მივაწვდინეთ თქვენი ეთერის საშუალებით, რომ ხვალ ყველა ადამიანი, ვინც არის დაზარალებული, ეს არ არის მარტო სოციალური პრობლემა, ეს არ არის მარტო იპოთეკის პრობლემა, ეს არის ყველა ადამიანი, ვინც თulis რომ მისი უფლება არის დარღვეული. ყველა ადამიანს მოვუწოდებთ, რომ ხვალ თავითვე ქალაქებში, თავითვე სოფლებში, თავითვე სახლებთან თუნდაც განალუდნენ და ხმამაღლად დაიყვირონ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ჩვენ ვიწყებთ, ჩვენ ხვალიდან უძღვებით ამ კამპანიას და ჩვენ ვეღარაფერი ვეღარ შეგვაჩერებს, იმიტომ რომ სოციალური კატასტროფის წინაშე ვდგევართ და ჩვენ ეს არ გვინდა ნამდვილად და ყველას მოვუწოდებთ, რომ ხვალ 12 საათიდან შემოგვიერთდნენ კანცელარიასთან თბილისში და ასევე თავით რეგიონებში. ახლა დევნთა წარმომადგენელს გადავცემ სიტყვას. გააჩნია რა შედეგები დადგება და წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე მოთხოვნები აქციაზე გაჟღერდა. დღევანდელი ჩვენი განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, დევნილები, ასევე იპოთეკით დაზარალებულები,
რომლებმაც დაკარგეს თავის დროზე სახკარი და დღესაც სამწუხაროდ მიმდინარეობს ეს პრობლემები და არ აღმოფხვრილა. ჩვენ დევნილთა ახალგაზრდული ყოველთვის იბრძოდა აი ამ პრობლემების წინააღმდეგ. ჩვენ თავის დროზე გამოვდიოდით აქციების სახით, ვებრძოდით აი ამ უსამართლობას, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ვხედავთ, რომ ეს პრობლემები ისევ დგას დღის საკითხში. არ მოგვარებულა ეს პრობლემები და ჩვენ ვუერთდებით ამ აქციას, რა თქმა უნდა, ასევე შეუერთდებიან ჩვენი ახალგაზრდულის წევრები სხვადასხვა რეგიონებში, ეს იქნება დასავლეთში, იქნება თბილისში, ბათუმში, ასევე ქუთაისში. აქციები გაგრძელდება და მიიღეს პერმანენტულ სახეს, თუ ამას არ მოყვება შედეგი და სახელმწიფო არ იზრუნებს აი ამ პრობლემების მოსაგვარებლად და გადასაჭრელად. ყველას კარგად მოგვეხსენება თუ რა პრობლემებიც არის, თუნდაც ძალიან მძიმე სიტუაცია არის ქვეყანაში სოციალური მიმართულებით, 300,000-ზე მეტი დევნილი ყავს დღეს საქართველოში და სამწუხაროდ ეს დაპირებები ისევ გრძელდება და არც ერთ სამწუხაროდ უმრავლესობას წლებია უკვე სიდუხჭირეს ცხოვრობენ და არ მიუღიათ ის დაპირების ბინები, რომლებიც სახელმწიფო პირდება წლების მანძილზე. სწორედ აი ამ პრობლემების წინაშე ჩვენ გავილაშქრებთ და ამის წინაშე ვიბრძოდით ჩვენ ყოველთვის. ეს ყველაფერი არის მოსაგვარებელი და ჩვენი სათქმელიც ის არის, რომ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები და სწორედ აი ამ მიზანს ემსახურება ჩვენი აქცია, რომ აი იპოთეკით დაზარალებულებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველებს გაუმჯობესდეს მათი პირობები და მოხდეს ამ ადამიანებისადმი მაქსიმალური ყურადღება, რასაც რა თქმა უნდა, სამოქმედო გეგმა არსებობს. კი, არსებობს. მოდით საიდუმლოს დავტოვებთ ერთგვარი ინტრიგას. ამ სამოქმედო გეგმას არ გავაჟღერებთ და ვნახოთ როგორ გვიჩვენებს რა იქნება, როგორ იქნება, რანაირად იქნება. წინ არ გავასწრებთ მოვლენების განვითარებას და დაველოდოთ რა იქნება. ირაკლი გამოჩნდა. საინიციატივო ჯგუფი უკვე ნათელია დაკომპლექტებულია სოციალურად დაუცველების წარმომადგენელით, იპოთეკარებისგან დაზარალებული წარმომადგენელით, დევნილთა ახალგაზრდების წარმომადგენელით და ჩემი სამოქალაქო აქტივისტი ვარ, პოლიტოლოგი ვარ განათლებით. მე შარშან ამ დროს ვიდექი ჩემი ქვეყნის, ჩემი საზოგადოების სადარაჯოზე სტუდენტური აქციების დროს და ვთვლი ახლაც, რომ ახლაც აი ესეთი საჭიროება რომ ვიდგე იქ, სადაც ქვეყანა სჭირდება და სადაც ხალხი სჭირდება, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ბედის ანაბარი მიგდებულები, პარლამენტის სესიებზე მსჯელობს ბუსუსებიან პრეზერვატივებზე, იქ საუბარიც კი არ ყოფილა ამ ადამიანის პრობლემებზე და აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელსაც ახალმა ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს, როგორც უკვე აღვნიშნე და დანარჩენი უკვე ჩვენ ვიწყებთ ერთგვარ ზეწოლას, ერთგვარ მინიშნებას ხელისუფლებისადმი, რომ მოგვაქციეთ ყურადღება, დაინტერესდით ამ პრობლემატიკით, ამ თემატიკით და დანარჩენს ვნახავთ, ამიტომ არ საუბრობ ზუსტად მე სამოქმედო გეგმაზე, იმიტომ რომ არ ვიცი ხვალ რო გაიმართება ამდენ ქალაქში აქცია იქნებ დაინტერესდეს ხელისუფლების წარმომადგენელი ვინმე და მივიდეს და თქვათ დაიბაროს ეს ადამიანების შეხვედრას და რაღაც კონსენსუსამდე მივიდნენ, ხო? აქედან გამომდინარე წინასწარ არ ვსაუბრებთ სამოქმედო გეგმაზე. მადლობთ.